შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰამას ბოლოჯერ აფრთხილებს გაათავისუფლოს ღაზის სექტორში გატაცებული ყველა მძევალი. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ საკითხს და მოითხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა გატაცებული და ასევე ისრაელს გადასცენ დახოცილი მძევლების ცხედრები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰამასისთვის ყველაფერი დასრულდება. დონალდ ტრამპის პოსტი მას შემდეგ გავრცელდა, რაც თეთრ სახლში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ტრამპმა ჰამასთან უპრეცედენტო პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის თავისი სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაჯგუფებას აფრთხილებს, რომ უმძიმესი ფასის გადახდა მოუწევს, თუ კი არ გაათავისუფლებს დატყვევებულ 24 პირს და არ გადასცემს 35 გარდაცვლილი მძევლის ცხედრებს. ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან მხარეებს შორის დადებული შეთანხმების მეორე ეტაპთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯერ არც კი დაწყებულა.